Სანქციების მოლოდინში მყოფი პრორუსი ოლიგარქის ქონება კი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს ბიზნეს გამოცემა Bloomberg, რომელიც ივანიშვილის უძრავ ქონებას და სხვადასხვა აქტივების პორტფელს ჯამში 7 მილიარდ 600 მილიონ დოლარად აფასებს. რაც ეხება პორტფელურ განაწილებას ის, რასაც Bloomberg საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ითვლის, ასე გამოიყურება. 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია. ქონების 27% აქციებშია განთავსებული 36 ბონდებში, 20% ნაღდი ფულის სახით ინახება, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% ნედლეულში. აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის დათვლაში ვერ ხვდება ივანიშვილის კუთვნილი ის აქტივები, რომელიც ოფშორული კომპანიების საფარქვეშ არის გადამალული. ნანუკა მაღლაკელიძე მოგუყვება მეც ივანიშვილის რეკორდულად გაზრდილი ქონების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა პერსონალური ფინანსური სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს. მიშა დავიწყოთ იმით, რომ ეს მონაცემები ეყრდნობა 2024 წლის მონაცემებს, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ ამ წლის დასაწყისში ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ღარიბ ხალხს დაუანონსა, რომ ის ბრუნდებოდა უკვე მესამედ პოლიტიკაში და მაშინ ქართულ ხალხს ეჭვია არეპარებოდა, რომ ოლიგარქის დაბრუნების ერთადერთი მიზანი და მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მას დაეცვა საკუთარი ქონება და ის მრავალი მილიარდი, რომელსაც ის ფლობს, კიდევ უფრო გაეზარდა. ამის დასტური არის საერთაშორისო გამოცემა Bloomberg-ის ოფიციალური მონაცემებიც. ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამამად, რომ მან უკვე საკუთარი რეკორდი მოხსნა და მხოლოდ ამ წელს ერთ წელიწადში 955 მილიონი დოლარით გაზარდა საკუთარი ქონება. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიების შესახებ არ არის ცნობილი და თავად ჟურნალისტები 5 ვარსკვლავიდან 1 ვარსკვლავით აფასებენ ბიძინა ივანიშვილის ქონების ანალიზს და ამბობენ, რომ მისი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის ვერც მოპოვება ხდება საკმარისად და ვერც გადამოწმება. ამას ადასტურებენ ქართველი ეკონომისტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ის კომპანიები მაგალითად, რომლებიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს საქართველოში საკუთარ ანგარიშებს არ აქვეყნებენ და ამ მხრივაც არის გაუმჭირვალობა. ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთადერთი მიზანი იყო, რომ მისი ქონება დაეცვა, ამას ადასტურებს ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონიც, რუსული კასტილის კანონია ესეც, რომელიც მიიღო ქართულმა ოცებამ მიუხედავად პრეზიდენტის ვეტოსი და მისი ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ოლიგარქს დამატებითი გადასახადებისგან თავი აერიდებინა. შესაბამისად, ახლა ქართველი ეკონომისტების თქმით, ერთადერთი რამ არის ცხადი, ბიძინა ივანიშვილის ქონების გაუმჭირვალობის ფონზე ძალიან გამჭირვალე ხდება ის, რომ მისი ქონება იზრდება ქართველი ხალხის ინტერესების გაწირვის ფონზე. ივანიშვილი მდიდრდება სწორედ ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების, ბიუჯეტის, სახელმწიფო ქონების და აქ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების ხარჯზე. ამის მისაღებად მათ შორის გამოდგება ის, რომ მისი უმსხვილესი კორპორაციების ანგარიშები არის კანონის უხეში დარღვევით გასაიდუმლოებული. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ქონებრივი მდგომარეობა არის ძალიან მყიფე და ძალიან ახლოს არის ის სანქცირებასთან და შესაძლო გაბანკროტებასთან, იმიტომ რომ ის პირისპირდება ორ მასზე გაცილებით ძლიერ ძალას. ეს არის ქართული საზოგადოება, ერთიანი ქართული საზოგადოება, რომელიც აპროტესტებს მისგან სახელმწიფოს მიტაცებას და მეორე ეს არის ერთიანი დასავლური სამყარო, რომელმაც უკვე დაიწყეს მისი რეჟიმის მარიონეტების სანქცირება. სამწუხაროა, როდესაც ერთი კონკრეტული ოლიგარქის გამდიდრება ხდება ქვეყნის გაღატაკების ხარჯზე. ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოში აქვს სრულად მიტაცებული ყველა ინსტიტუცია. შესაბამისად, ეს არის ადამიანი, რომელიც სარგებლობს ყველანაირი პრივილეგიით. მისი გამდიდრება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების გაღატაკებას, პირდაპირ უკავშირდება კანონდარღვევებს, პირდაპირ უკავშირდება ოლიგარქიას და ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა საქართველოში. რამდენ კომპანიას ფლობს ბიძინა ივანიშვილი ოფშორებში, ოფიციალური ცნობები არ არის ზუსტად დადგენილი, თუმცა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მონაცემებით მხოლოდ 2021 წელს მას ოფშორებში 20 კომპანია ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ღარიბი ხალხის მდიდარი ოლიგარქი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის ამერიკული და ევროპული სანქციების და სწორედ ამ ფონზე ამბობენ ეკონომისტებიც, რომ ეს ქონება არის მყიფე და მათ შემდეგ რაც მისი დასანქცირება მოხდება, შეიცვლება ეს მონაცემები და ჩვენ ასევე ვიცით, რომ ის არის მთავარი ადამიანი, ვისაც ასახელებენ სწორედ სასანქციო სიებში და ამბობენ, რომ არც ერთ ამ სიას არ ექნება აზრი თუ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი არ მოხვდება მასში.